დღევანდელი დღის თემა პირველ ქმნილთა დაცემის შესახებ. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არ ცხენოდათ. დღეს საყვარელნო მწადია გაგიხსნათ სულიერი საუნჯე, რომელსაც არაფერი აკლდება გაზიარებით, ყველას ამდიდრებს და სრულიად არ მცირდება პირიქით, მრავლდება კიდევაც. თუ კი მავანი მოასწრებს და ნივთიერი საუნჯედან მცირე წილს მაინც აიღებს, მდიდარი შეიქნება. ასევე საღვთო წერილის მცირე გამონათქვამშიც კი შეიძლება უდიდესი ძალა და აზრის უარაკო სიმდიდრე ვიპოვოთ. ამ საუნჯის ბუნება ამგვარია. მისი ამღები მდიდრდება, განძი კი არასოდეს ილევა, რადგანაც სულიწმიდის წყაროდან მოედინება იგი უშურველად. თქვენ კი გევალებათ გულდასმით დაიცვათ, რაც მოგეთხოვებათ და სწავლება ხსოვნაში დაიმინჯოთ, რათა შეგეძლოთ იოლად მიადევნოთ გონება იმას, რასაც გეუბნებით. ოღონდ გულმოდგინედ ვასრულებდეთ იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მადლი კი გამზადებულია და ეძებს თუ ვის მიეცეს უხვებით. მას ყური დაუგდოთ დღევანდელ საკითხავსაც, რათა შევიცნოთ ღმერთის ენით უთქმელი კაცთმოყვარებაც და ისიც შევიტყოთ თუ რა სიმდაბლე გამოიჩინა ჩვენს დასახსნელად. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არ ცხენოდათ. დაფიქრდი ადამიანთა მოდგმის მშობლების უდიდეს ნეტარებაზე. ნახე, როგორ ამაღლებული იყვნენ ყველაფერ ხორციელზე, როგორ ცხოვრობდნენ ამ ქვეყნად ზეცის ბინადრებივით. და თუ მსხორჩესხმულებს ხორციელი არაფერი ესაჭიროებოდათ. არ სჭირდებოდათ არც ჭერი, არც სახლი, არც სამოსი, არც სხვა რამ ამგვარი. ამის შესახებ საღვთო წერილი ამაოდ და უმიზნოდ როდი გვაცნობებს, არამედ მოგვითხრობს, რათა შევიტყოთ მათი უზრუნველი და უჭირველი ცხოვრების შესახებ. მათი ასე ვთქვათ ანგელოზური ყოფის ამბავი და შემდეგ როდესაც ვნახავთ თუ ვით დაკარგეს ეს ყველაფერი და გაუგონარი სიუხვიდან უკიდურეს სიღატაკეში ჩაცვივდნენ, მიზეზად მათი უდიერობა დავინახოთ. თუმცა ჯერ თავად საკითხავი მოვისმინოთ. ნეტარი მოსე, მას შემდეგ რაც გვეუბნება, რომ შიშველნი იყვნენ ორივენი და არ ცხენოდათ. მათ არც უწყობდნენ შიშვლები რომ იყვნენ, რადგანაც ნებისმიერ სამოსზე უკეთ ფარავდათ და ამშვენებდათ ენით უთქმელი დიდება. გვაუწყებს. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს. მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? დააკვირდი როგორია ცბიერი დემონის შური და ჩახლართული სიემმაკე. იგი ხედავდა, რომ შექმნილ ადამიანს უდიდესი პატივი მიენიჭა და თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა ანგელოზებს, როგორც ნეტარი დავითიც გვეუბნება. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, თუმცა კი ამ მცირედმაც კი მოიტანა ურჩობის ცოდვა, რადგანაც წინასწარმეტყველმა ეს უკვე ცოდვით დაცემის შემდეგ წარმოთქვა. დემონს შური ხრავდა, ქვეყნად ამ ხორცშესმულ ანგელოზებს რომ ხედავდა. მაცდური დემონი, ვინც თავადაც უმაღლეს ძალთა შორის ირიცხებოდა, მაგრამ გარყვნილი ნების და უზომო სიავის გამოისობით დაეცა იმ სიმაღლიდან, უდიდეს ცბიერებას მიმართავს, რათა ადამიანს ღვთისწყალობა დააკარგვინოს, უმადური გახადოს და ამით მოუშალოს ყველა ის სიკეთე, რაც მისთვის კაცთმოყვარე ღმერთს გაუმეტებია. და რას მოიმოქმედებს? პოულობს ამ ცხოველს, ანუ გველს, რომელიც ჭკუით ყველა სხვა ცხოველს აღემატებოდა, რასაც მოსეც გვიდასტურებს სიტყვებით. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. მოიხმარს გველს, როგორც იარაღს, მისი მეშვეობით საუბარს გაუბამს დედაკაცს და ამიამით და უძლურ ჭურჭელს თავის ტყუილში ჩაითრევს. ნათქვამია. უთხრა გველმა დედაკაცს. აქედან დაასკვენი, საყვარელო, რომ თავდაპირველად არც მამაკაც, არც დედაკაც, არც ერთი ცხოველის არ ეშინოდა. პირუკუ, მაშინ ველური და დაუოკებელი მხეცებიც აღიარებდნენ საკუთარ ქვეშევრდომობას და ადამიანის ბატონობას და ისევე უნებლები იყვნენ, როგორც დღეს თვინიერი ცხოველები არიან. მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი აქ დაიბნეს და მოიწადინოს შეიტყოს, ამ ცხოველს მეტყველების ნიჭიც ხომ არ გააჩნდაო. არა, ასე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ წმინდა წერილს უნდა მივდიოთ და გავსაჯოთ, რომ სიტყვები ეკუთვნოდა ეშმაკს, ვინც შურმა აღძრა ამ ტყუილის სათქმელად. ხოლო გველი მან გამოიყენა იარაღად, თავისი ზრახვა სატყუარათი შენიღბა და შეეცადა, თავდაპირველად შეეცდინა დედაკაცი, ვინც მუდამ მეტად იოლის აცდუნებელია, შემდეგ კი მისი მეშვეობით პირველ ქმნილსაც მისდგომოდა. ამგვარად, ეშმაკმა პირუტყვის მეშვეობით საუბარი გაუობა დედაკაცს და ჰკითხა. მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? დააკვირდით რა დახვეწილი ცბიერებაა. ის რაც ღმერთს არ უთქვამს, ეშმაკმა რჩევისა და შეკითხვის სახით შესთავაზა დედაკაცს, თითქოს და მათზე ზრუნავდა. რადგანაც სიტყვებში, მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? თითქოს და მისი კეთილგანწყობა ჩანდა. ცბიერი დემონი თითქოს და ამას ეუბნებოდა. რატომ მოგაკლოთ ღმერთმა ეს სიამოვნება? რატომ არ განებებთ, სრულად ისარგებლოთ სამოთხის სიკეთით, არამედ მხოლოდ ჭვრეტით უნდა დაკმაყოფილდეთ? ხოლო გასინჯვის და ამით მეტი სიამოვნების მიღების უფლება არ გაქვთ? მართლა გითხრათ ღმერთმა, ნეტავ რატომ? რა აზრი აქვს სამოთხეში ცხოვრებას, თუ მის ნაყოფებს ვერ მოიხმარ? ხომ პირიქითაა? განა მეტად არ მწუხდები, როდესაც ცქერი თუ ცქერ, მისი დაგემოვნებით გამოწვეულ სიამოვნებას კი ვერ იღებ? ხედავ ამ სიტყვებით ვით სატყუარათი, როგორ შხამს აწვეთებს დედაკაცს. დედაკაცს საუბრის ამგვარი დაწყებით უკვე უნდა დაენახა ეშმაკის უზომო კადნიერება. უნდა მიმხვდარიყო, რომ იგი განზრახ ამბობს იმას, რაც არ არის.
ვითომ ძმაძე ზრუნავს, არადა იმის გაგებას წადია, თუ რამ ცნება აქვთ მათ ღმერთისგან მიღებული, რათა შემდეგ მისი დარღვევისკენ უბიძგოს. ამგვარად, დედაკაც შეეძლო, მაშინვე გამოეცნო ეშმაკის ცვიერება, შეეწყვიტა მასთან საუბარი, ხომ არასწორს ეუბნებოდა და ამგვარ დამცირებს ასცდენოდა. მაგრამ მან ეს არ ინდომა. ქალი არც კი უნდა დალაპარაკებოდა გველს, მხოლოდ მასთან უნდა ესაუბრა, ვისთვისაც გააჩინეს, ვისი თანაბარიც იყო ღირსებით და ვის შემწედად შეიქმნა. არ ვიცი რამ გაიტაცა იგი, მაგრამ მას მერე რაც უკვე გაუობა გველს საუბარი და მისი როგორც იარაღის მეშვეობით ეშმაკის დამღუპველი სიტყვები ისმინა, როდესაც უკვე შეიგნო მისი ნათქვამის შეუსაბამობა და დაინახა, რომ ღმერთმა სხვა რამ ამცნოთ, ხოლო ეშმაკი სხვას ეუბნება, მაშინვე უნდა დაეხშოს სმენა, გაცლოდა მასთან საუბარს და შეეძულებინა იგი, ვინც გაბედა და ხმა დაძრა მისთვის მიცემული მცნების წინააღმდეგ. მაგრამ უკიდურესი დაუდევრობის გამო იგი არამხოლოდ არ გაეცალა, არამედ სრულად გაუმხილა ღმერთის მიერ მიცემული მცნება, ღორთა წინაშე დაფინა მარგალიტი და აღსრულდა ქრისტეს სიტყვა. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუ უკვე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განხეთქნენ თქვენ. სწორედ ასეც მოხდა. დედაკაცმა ღვთიური მარგალიტი დაფინა ღორის წინ ამ ბოროტი ნადირის წინაშე, ანუ მისი მეშვეობით მოქმედი დემონის წინაშე და მანაც არამხოლოდ გათელა იგი და ღვთის ნათქვამს აღუდგა წინ, არამედ მოუბრუნდა მარგალიტის დამფენელს და ურჩობის უსკულში გადაეყოლა არამხოლოდ დედაკაცი, არამედ პირველქმნილი კაციც მასთან ერთად. ასე სახიფათოა განუსჯელად და საზღვათაშორისო საღვთო საიდუმლოთა გათქმა. დაე, ესმათ, ვინც განურჩევლად და დაუფიქრებლად ლაღბობენ ყველასთან. ქრისტეც ხომ არ გვესაუბრება ნამდვილ ღორზე, არამედ გულისხმობს იმ ადამიანებს, ვინც ამ ცხოველს ემსგავსებიან, ვინც პირუტყვების მსგავსად ყრიან, ცოდვის სიბინძურეში. ამ სიტყვებით კი ჩვენ შეგვაგონებს ყურადღება მივაქციოთ, ვისთან და რა ვითარებაშია საჭირო ღვთის სიტყვიდან რაიმეს გამხელა, რათა არც სხვას, არც საკუთარ თავს არ ავავნოთ რა. უღირსი ადამიანები არამხოლოდ თავად ვერ იღებენ სარგებელს მათთვის თქმული სიტყვებიდან, არამედ ხშირად ამ ძვირფასი მარგალიტების განუსჯელად გამცემებსაც იმავე დამღუპელ უბსკულში მიიყოლებენ, რომელშიც თავად ჩაცვენილან. ამიტომაც ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვიფრთხილოთ, რათა იგივე არ დაგვემართოს, რაც ცდუნებულ პირველ მშობლებს დაემართათ. ხომ ასეა? მაშინ დედაკაც რომ არ მოესურვებინა ღორის წინაშე ღვთიური მარგალიტების დაფენა, არც თავად ჩაინთმებოდა იმ უბსკულში და არც კაც გადაიყოლებდა. მაგრამ ვისმინოთ რა უპასუხა მან ეშმაკს. როდესაც გველმა უთხრა, მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? მიუგო დედაკაცმა გველს. რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხედგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გითხრა ღმერთმა. არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. ხედავ, რა მუხთალია ეშმაკი. მან ის თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რათა დედაკაცის საუბარში გამოეწვია და შეეტყო, სინამდვილეში რა უთხრა მათ ღმერთმა. დედაკაცი მიენდო მას, როგორც კეთილგაწყობილ არსებას, სრული მცნება გაუმხილა, დაწვრილებით მოუთხრო ყველაფერი და საკუთარი პასუხით ყველანაირი გამართლების გზა მოიჭრა. მართლაც და რა შეგიძლია თქვა დედაკაცო, თავის გასამართლებლად. გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? ზურგი უნდა შეგექცია ამის შემკითხველი ეშმაკისთვის, როგორც უმართლებულოს მთქმელისთვის და მიგეგო. განვეთ, შენ ცრუ ხარ, არც ჩვენთვის მოცემული მცნების ძალა შეგიგნია, არც იმის დიდება, რითაც ვსარგებლობთ, არც ღვთის მიერ ჩვენთვის მომადლებული წვენის სიუხვე. შენ ამბობ თითქოს ღმერთს ებრძანებინოს, 60-ის არც ერთი ხის ნაყოფი არ გვეგემა. უფალმა და შემოქმედმა კი, მისი უდიდესი სახიერების გამო, ყველა ხის ფლობის და ყველა ნაყოფის ჭამის ნება დაგვრთო. მხოლოდ ერთის გასინჯვისგან დაგვავალა თავის შეკავება და ისიც ჩვენზე ზრუნვის გამო, რათა არ მომკვდარიყავით მისი შეჭმით. კეთილგონიერი რომ ყოფილიყო, იგი ამ სიტყვების თქმის შემდეგ ზურგს შეაქცევდა გველს, აღარაფერს ეტყოდა და არც მის ნათქვამს მოისმენდა. მაგრამ მან გაამხილა მცნება, გასცა ღმერთის ნათქვამი და ეშმაკისგან ახალი ჩაგონება მიიღო, დამღუპველი და მომაკვდინებელი. როდესაც დედაკაცმა მიუგო, რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხედგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გითხრა ღმერთმა. არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო, მაშინ ჩვენი ხსნის ცბიერმა მტერმა მას თავისი შეგონება შესთავაზა ღმერთის სიტყვის საწინააღმდეგო. კაცთმოყვარე ღმერთმა მათზე დიდი ზრუნვის გამო ადამიანებს აუკრძალა ნაყოფის ჭამა, რათა ისინი ურჩობის გამო მოკვდავები არ გამხდარიყვნენ. ეშმაკმა კი დედაკაცს უთხრა, არ მოკვდებით. რა გამართლება მოეძებნება დედაკაცს იმაში, ასე მზადყოფნით რომ უგდებდა ყურს ესოდენ, კადნიერად მოლაპარაკეს. ღმერთმა უთხრა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო, ეს კი ჩააგონებს. არ მოკვდებით. ეშმაკი არ კმარობს იმას, რომ ღვთის სიტყვებს ეწინააღმდეგება, არამედ შემოქმედს შურსაც სწამებს, რათა ასე უფრო იოლად მოატყუოს დედაკაცი, აცდუნოს და თავის მიზანს მიაღწიოს. არ მოკვდებით ამბობს იგი, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთებივით კეთილის და ბოროტის შემცნობელნი. აი მთელი მისი სატყუ არაა. ეშმაკმა დამღუპველი სამსალით აავსო თასი და დედაკაცს მიაწოდა, მან კი არ დახედა სასმელის მომაკვდინებელ მოქმედებას, რომ მოეწადინებინა თავიდანვე შეეძლო ამის შეტყობა.
არამედ გაიგო რა ეშმაკისაგან, რომ ღმერთმა იმ ნაყოფის ჭამა აუკრძალათ, რადგანაც თვალი აეხილებოდათ და შეიქნებოდნენ ღმერთებივით კეთილის და ბოროტის შემცნობელნი, გაიტაცა ღმერთთან თანასწორობის იმედმა და მეტისმეტი მოისურვა. ასეთია მტრის ხრიკები. ლიქნით აღყავს მსხვერპლი მწვერვალზე და იქიდან ღრმა უფსკრულში ანარცხებს. ღმერთთან გათანაბრებაზე ოცნებით გატაცებული დედაკაცი ნაყოფის გასინჯვას ეშურებოდა, ამისკენ მიმართა გონება, აზრები და არც აღარაფერი უნდოდა ცფიერი დემონის მიერ შეზავებული შხამის დალევის მეტი. იმისთვის რომ დარწმუნდე. დედაკაცი ცდილობდა ამას, როგორც კი გველის რჩევის შხამის შესვა ისმინე რას ამბობს წმიდა წერილი. დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. ჭეშმარიტად, განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი, ანუ უკეთური ლაპარაკი ხრწნიან კეთილს ნეჩვევებს. მართლაც და ამ ბოროტი დემონის ჩაგონებამდე რატომ არაფერი მსგავსი არ განუცდია ევას, არ დაფიქრებულა ხეზე და არც მისი სილამაზე შეუმჩნევია. იმიტომ რომ ეკრძალვოდა ღმერთის მცნების დარღვევას და ურჩობის შემთხვევაში სასჯელის შიში ჰქონდა. ახლა კი როდესაც ამ ცპიერმა ცხოველმა აცდუნა და დააჯერა, რომ ისინი არათუ არ დაისჯებოდნენ, არამედ ღმერთსაც გაუტოლდებოდნენ, ამ დაპირების ასრულების იმედმა აკრძალული ხის ნაყოფის შეჭმა გააბედინა. მან არ ისურვა მისთვის დაწესებულ საზღვრებში დარჩენა, არამედ ჩვენი ხსნის მტრისა და მოწინააღმდეგის ნათქვამი უფრო სანდოდ მიიჩნია, ვიდრე ღვთის სიტყვა და სულ მცირე ხანში საკუთარი გამოცდილებით შეიტყო ეშმაკის ჩაგონების დამღუპველი ხასიათი და ის უბედურება, რაც მათ ნაყოფის შეჭმის გამო დაატყდათ. რომ დაინახა, როგორც ნათქვამია, კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო ქალმა ცხადია, ეშმაკისეული ცდუნებით თავისთვის ასე გაიფიქრა. თუ კი ხე გემოთით საამურია, სანახავადაც თვალწარმტაცია, რაღაც გამოუთქმელი მშვენებას გააჩნია, თანაც თუ მისი ნაყოფის შეჭმა უდიდეს პატივს მოგვაგებს, ისე რომ შემოქმედსაც გაუტოლდებით ღირსებით, მაშ რატომ არ უნდა ვიგემოთ იგი? ხედავ განა, ეშმაკმა როგორ დაატყვევა დედაკაცი, გაიტაცა მისი გონება და აიძულა, მისი ღირსების შეუფერებელ პატივზე ეოცნება, რათა ფუჭი იმედებით ფრთაშესხმულს, ისიც დაეკარგა, რაც უკვე მინიჭებული ჰქონდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილა თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. რა ჩაიდინე დედაკაცო? ამ დამღუპველი რჩევის მიღებით არამხოლოდ ღმერთისგან მიცემული კანონი დაარღვიე და მცნებას გადახვედი, არამხოლოდ ისეთ გაუმაძღრობამდე მიხვედი, რომ არ იმყოფინე მრავალგვარი ნაყოფი, არამედ გაკადნიერდი და იმ ერთადერთი ხის ნაყოფიც იგემე, რომლის შეხებაც მეუფე მაგიკრძალა. დაიჯერე გველის ნათქვამი, მისი რჩევა უფრო სანდოდ ჩათვალე, ვიდრე შემოქმედისგან მიღებული მცნება და ტყუილი ისე დაიჯერე, რომ პატიებას არ იმსახურებ. განამრჩეველი შენს ბუნებას უტოლდებოდა? ის ხომ ერთი ქვეშევრდომთაგანი იყო, ერთი მონათაგანი, შენს ხელისუფლებას დაქვემდებარებული. თავს რა დიდი ასეთი სირცხვილი, რად მიატოვე იგი, ვისთვისაც იყავ გაჩენილი, ვის დამხმარედაც მოევლინე ქვეყანას, ვისი ფარდიც იყავ ღირსებით, არსით და მეტყველების ნიჭით, და რად მოისურვე, მის მაგიერ გველთან გაგება საუბარი, ამ ცხოველის მეშვეობით კი ეშმაკისეული ჩაგონება მიგეღო? მისი ჩაგონება ხომ აშკარად ეწინააღმდეგებოდა შემოქმედის მცნებას, შენ კი არ განეშორე, არამედ ბოროტის დანაპირებით მოხიბლულმა, გადაწყვიტე, გეგემა ნაყოფი? და ვთქვათ, შენ თავად მოიქეცი ასე, ამისთანა უფსკრულში გადაეშვი და უდიდეს პატივს მოაკლდი ამ საშინელი დაცემის მონაწილე თქმარს რადგა ხდი? მას, ვისი შემწეც უნდა ყოფილიყავი, მაცდურად გაუხდი და მცირე საკვების მიღების ფასად მასაც, როგორც საკუთარ თავს, ღვთისწყალობა დააკარგვინე? რა შეშლილობამ მიგიყვანა ამგვარ კადნიერებამდე? არ ყოფნი და განა, რომ უზრუნველად ცხოვრობდი, სხეულით იყავი შემოსილი და ხორციელი არ აქჭირდებოდა რა? შენი იყო 60 ხის ყველა ნაყოფი, ერთი ხის ნაყოფის გარდა. არ ყოფნიდა, რომ ყოველივე ხილული თქვენს ხელმწიფებას ემორჩილებოდა და ყველაფერზე თქვენ ბატონობდით. ფუჭი იმედებით ცდუნებულს უკიდურეს სიმაღლეზე შედგომა მოგინდა? მაშ თავადვე დარწმუნდები, რომ არამხოლოდ ვერ შეწვდები იმას, რისი იმედიც გაგიჩნდა, არამედ საკუთარ თავსაც და ქმარსაც მოაკლებ ყველაფერს, რაც უკვე მონიჭებული გქონდათ. ორივე შეინანებთ ნაქმნარს, დამღუპველი, რჩევის მომცემი ცპიერი დემონი კი იხარხარებს და იზეიმებს თქვენ გამო. რა კი დაეცით და მისი ბედი გაიზიარეთ. მანაც ხომ იმაზე მეტი ისურვა, ვიდრე შეეფერებოდა. ამიტომ ღირსება აეყარა და ზეციდან მიწას დაემხო. და მოისურვა, რომ თქვენც იგივე დაგმართოდათ, მცნების დარღვევის გამო სიკვდილი მოგსჯოდათ და ამით მისი შური დაკმაყოფილებულიყო ბრძენის სიტყვისაებრ. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა. ნათქვამია, მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილა თვალი ორივეს. დიდია მამაკაცის უდიერობაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფის მიმთავაზებელი მისივე ბუნების არსება იყო და მისი ცოლიც გახლდათ, მას, როგორც ღვთის მცნების ცოცხლად შემნახველს, უფლის სიტყვა უნდა ემჯობინებინა დედაკაცის უადგილო სურვილისათვის. დანაშაულში არ უნდა ჩართულიყო. ხანმოკლე სიამისთვის არ შეეწირა უამრავი სიკეთე და არ შეურაცხეყო თავისი კეთილის მყოფელი, რომელმაც ასე შეიყვარა და უტკივილო, უჭირველი ცხოვრება აჩუქა.
ადამ განანება არ ქონდა უხვად გესარგებლა სამოთხის ყველა სხვა ნაყოფით? რატომაა რომ არც შენ ისურვე ესოდენ იოლი მცნების აღსრულება, მაგრამ შენ რასაკვირველია ისმინე რა დედაკაცის ბაგით ცბიერი მრჩეველის დანაპირები, მაშინვე თავადაც იმედმა გაგიტაცა და წილი დაიდე ნაყოფის მიღებაში. ამიტომ სასჯელიც ორთავეს დაგედოთ და მწარე გამოცდილებით შეიტყვეთ, რომ ამ ბოროტი დემონის შეგონებებს ღვთის სიტყვაზე მეტად არ უნდა მიენდოთ. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილა თვალი ორივეს და მიხვდნენ რომ შიშველნი იყვნენ. აქ წამოიჭრება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაწყვეტას ადრეც დაგპირდით. მავანი სამართლიანად იკითხავს. ასეთი რა ძალა გააჩნდა ამ ხეს, რომ მისი ნაყოფის მიღებამ მათ თვალი აუხილა და რა თქვია მას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე? ცოტა მოითმინეთ, მე მსურს გესაუბროთ ამის შესახებ და გასწავლოთ საყვარლებო, რომ თუ კი მოვისურვებთ, გონება მივადევნოთ იმას, რასაც წმიდა წერილი გვეუბნება, მაშინ არც ერთი სიტყვა არ მოგვეჩვენება ძნელად გასაგები. ხის ნაყოფის შეჭმამ როდი აუხილა მათ თვალი. ისინი მანამდეც ხედავდნენ, მაგრამ რადგან ნაყოფის მიღება ურჩობის და ღვთისგან მიცემული მცნების დარღვევის გამომხატველი იყო, ამ დანაშაულის გამო ისინი პატივის უღირსნი გახდნენ და მოაკლდნენ მათ შემოსვლელ დიდებას. აქ წმიდა წერილი ჩვეულებისამებრ ამბობს: შეჭამა, კაცმაც შეჭამა. აეხილა თვალი ორივეს და მიხვდნენ რომ შიშველნი იყვნენ. მცნებას გადასვლის გამო უმაღლეს მადლს მოკლებულები ისინი სხეულებრივ სიშიშვლესაც აღიქვამენ, რათა გაჩენილმა სირცხვილის გრძნობამ სრულად მიახვედროთ თუ რა უბსკულში ჩაყარა ისინი მეუფის სიტყვის ურჩობამ. მართლაც და აქამდე ისინი თავისუფლებით ტკბებოდნენ და ისიც კი არ იცოდნენ რომ შიშვლები იყვნენ, არც ყოფილან შიშვლები, რადგანაც მათ ნებისმიერ სამოსზე უკეთ ფარავდა ზენადიდება. ნაყოფის ჭამის შემდეგ კი, ანუ მცნების დარღვევის შემდეგ, ისეთი დამცირება იწვნიეს, რომ სირცხვილი ვეღარ აიტანეს და საფარველის ძებნა დაიწყეს. ჩადენილმა დანაშაულმა შემოაძარცვა მათ ის საოცარი და არაჩვეულებრივი სამოსი, ანუ დიდება და ზენარე წყალობა, რაშიც იყვნენ შემოსილები, იმავდროულად სიშიშვლის გრძნობა გაუჩინა და ენით უთქმელი სირცხვილი მოჰგვარა. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. დაფიქრდი, საყვარელო, რა სიმაღლიდან რა უბსკულში ჩაყარა ისინი ეშმაკის შეგონებამ. ოდესღაც დიდებით შემოსილები ახლა ლეღვის ფოთლებს აკერებენ და თეძოს სახვეებს იკეთებენ. ასეთია ეშმაკეული ცდუნების ნაყოფი, ამ შეგონების ცვიერება იმგვარია, რომ მან ადამიანებს არათუ უმაღლესი სიკეთე არ შესძინა, არამედ რაც ჰქონდათ, ისიც დააკარგვინა. რადგანაც მიზეზი ნაყოფის შეჭმა იყო და მცნებას გადასვლა ამ მოქმედებით შესრულდა, ამიტომ წმიდა წერილი ამბობს: შეჭამა, მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილა თვალი ორივეს და გულისხმობს არა ხორციელ თვალებს, არამედ გონების მიერ ხედვას. რა კი ისინი მცნებას ეურჩნენ, ამიტომ ღმერთმაც დაუშვა, რომ ეგრძნოთ ის, რასაც ადრე მისი კეთილი ნების გამოისობით ვერ გრძნობდნენ. როდესაც გესმის, რომ აეხილა თვალი ორივეს, იგულისხმე, რომ ღმერთმა მათ აგრძნობინა სიშიშვლე იმ დიდების დაკარგვა, რითაც ნაყოფის შეჭმამდე იყვნენ მოცულები, რათა დარწმუნდე, რომ ამგვარია წმიდა წერილის თხრობის ნირი. ისმინე. რას ამბობს იგი სხვაგან? როდესაც სარას მოახლე ქალბატონის მიერ განდევნილი უდაბნოში დახეტიალობდა და როდესაც დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას, თავად წავიდა და დაჯდა მოშორებით და მის სიკვდილს ელოდა, წმიდა წერილი მასზე ამბობს: აუხილა მას თვალი ღმერთმა, არა იმიტომ რომ იგი მანამდე ვერ ხედავდა, არამედ იმის გამო რომ ღმერთმა ამ დროს მას გონება გაუხსნა. ხო ხედავ რომ სიტყვა აუხილა გულისხმობს არა ხორციელ, არამედ გონებრივ ხედვას. იგივე შეიძლება ვთქვათ აქ აღძრულ მეორე საკითხზეც. ამბობენ: რა თქვია ამ ხეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეო? დავის მოყვარულთაგან ბევრი ბედავს თქვას, რომ ადამმა მხოლოდ ხის ნაყოფის გასინჯვის შემდეგ შეიძინა კეთილის და ბოროტის გარჩევის უნარი. დიდი უგუნურება იქნებოდა ასე გვეფიქრა. სწორედ იმიტომ, რომ ასე აღარავინ იმსჯელოს, ჩვენ მცირე ხნის წინ ამდენი ვისაუბრეთ ღვთის მიერ ადამიანისათვის მიცემული დიდი სიბრძნის შესახებ. თქვით, რომ მის სიბრძნეს იმ სახელების დარქმევა ცხადყოფს, რაც მან უწოდა ყველა ნადირს, ფრინველსა და პირუტყვს, და რომ სიბრძნის გარდა წინასწარმეტყველის ნიჭიც ჰქონდა ბოძებული. მას ვინც სახელი უწოდა ყველა არსებას და ამგვარი საოცარი წინასწარმეტყველება წარმოთქვა დედაკაცზე, განა შეიძლებოდა არ სცოდნოდა რა არის კეთილი და რა ბოროტი. ამას თუ დაუშვებთ რაც, ნუქნას ღმერთმა, ეს მკრეხელობა იქნება შემოქმედის წინაშე. როგორ მისცემდა მცნებას მას, ვისაც არ ეცოდინებოდა, რომ მისი დარღვევა ბოროტებაა? არ არის ასე. პირიქით, კაცმა ეს მშვენივრად უწყოდა. ამიტომაც თავდაპირველადვე ღმერთმა ეს ცხოველი ადამიანი საკუთარი ნების მქონე შექმნა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, არც უნდა დაესაჯა მცნების დარღვევის გამო, არც მისი ასრულებისთვის დაეჯილდოვებინა. მცნების დარღვევამ რომ მოკვდავი გახადა, ეს ჩანს თავად მცნებიდანაც და მომდევნო მოვლენებიდანაც. ისმინე რას ეუბნებოდა გველს თავად დედაკაცი. რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხედგას იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გითხრა ღმერთმა. არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. ეს ნიშნავს, რომ ნაყოფის ჭამამდე ისინი უკვდავები იყვნენ, თორემ ღმერთი მათ სასჯელად სიკვდილს არ დაუწესებდა.
ვინ შეიწყნარებს მათ, ვისაც სურთ ამტკიცონ, თითქოს და ადამიანს კეთილისა და ბოროტის შეცნობის უნარი აკრძალული ნაყოფი შეჭმის მერე მიეღოს, როცა იგი მანამდეც უდიდესი სიბრძნით იყო ახსავსე მეტიც, წინასწარმეტყველების ნიჭიც გააჩნდა? და როგორ შეიძლება ჭკუატ ყოფილმა დაუშვას, რომ თხებმა თუ ცხვრებმა აგრეთვე ყველა პირუტყმა იცის, რომელი ბალახი გამოადგებათ საკვებად და რომელი ავნებთ, რომელს უნდა ერიდონ და რომელი მიიღონ, ადამიანმა კი გონიერმა არსებამ არ იცოდა რა არის კეთილი და რა ბოროტი, მაგრამ იტყვიან წმიდა წერილმა ამ ხეს კეთილის და ბოროტის შეცნობის ხე უწოდაო. ეს მეც ვიცი. თუ კი შეეცდები წმიდა წერილის თავისებურებებში გარკვევას, მაშინ გაიგებ, რად უწოდა ხეს ეს სახელი. ასე იმიტომ კი არ ერქვა, რომ მართლაც ამგვარ ცოდნას იძლეოდა. მაგრამ რადგანაც მისი ნაყოფით მოხდა მცნების დარღვევა და აქედან გაჩნდა ცოდვის შეცნობა და სირცხვილი, ამიტომაც ქვია ასეთი სახელი. საღვთო წერილს ჩვევია მოვლენის მიხედვით დაარქვა სახელი ადგილს, სადაც ეს მოვლენა მომხდარა. საღვთო წერილმა ამ ხეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, იმიტომ დაარქვა, რომ მის მახლობლად უნდა მომხდარიყო მცნების დარღვევა, ან დაცვა. კაცთმოყვარე ღმერთმა, ვისაც სურდა დასაბამიდანვე ჩაეგონებინა ადამიანისათვის, რომ მას გააჩნია შემოქმედი და დამბადებელი, ვის მიერაც წარმოიშვა ყოველივე ხილული და ვისგანაც თავად კაცით შეიქმნა ინება, ადამიანისათვის თავისი ძალაუფლება ამ მცირე მცნების მიცემით ეჩვენებინა. ზოგჯერ გულუხვი მეპატრონე დიდსა და მშვენიერ სახლს უთმობს ვინმე საცხოვრებლად და ამისათვის სრულ ფასს კი არ ართმევს, არამედ მხოლოდ მცირე წილს, რათა თავისთვის დაიტოვოს მფლობელობის უფლება, სახლის მდგმურს კი აიძულოს, კარგად ახსოვდეს, რომ შენობა თვითონ არ ეკუთვნის, არამედ მეპატრონის სიკეთის და გულუხობის წყალობით ცხოვრობს მასში. ასევე ჩვენმა უფალმა ადამიანს უბოძა ყოველივე ხილული სამოთხეში დაასახლა და მასში ყველაფრის მოხმარების ნება დართო, ხოლო იმისათვის, რომ კაცს თანდათან არ დაევიწყებინა თავისი კეთილის ყოფილი, ყველაფერი ხილული თვითნაბადად არ მიეჩნია და საკუთარ ღირსებაზე ზედმეტი წარმოდგენისა არ შექმნილიყო, ღმერთმა მას უბრძანა თავის შეეკავებინა ერთი ხის ნაყოფის ჭამისაგან. ამ ბრძანების დარღვევისთვის კი მძიმე სასჯელი დააწესა, რათა კაცს სოდნოდა, რომ ღმერთის ქვეშ ევდომია და ყველაფერი მხოლოდ უფლის სიკეთის წყალობით გააჩნია. მაგრამ რადგანაც ადამი თავისი უკიდურესი უყურადღებობის გამო ცოლთან ერთად უბედურებას ეწია მიცემული მცნების დარღვევით და აკრძალული ხის ნაყოფის ჭამით, ამიტომ წმიდა წერილმა ამ ხეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე უწოდა. ეს არ ნიშნავს თითქო და ადამმა მანამდე არ იცოდა რა იყო სიკეთე და რა ბოროტება, ისევე როგორც დედაკაცმა, ვინც გველს შეატყობინა. იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გითხრა ღმერთმა, თორემ მოკვდებითო. მაშას ადამე მან იცოდა, რომ სასჯელად სიკვდილი ელოდა, თუ კი მცნებას გადავიდოდა. მაგრამ რადგანაც ამ ხის ნაყოფის მიღების მერე მათ დაკარგეს ზენა დიდებაც და ხორციელი სიშიშვლით შეიგრძნეს, ამიტომაც წმიდა წერილმა მას კეთილის და ბოროტის შეცნობის ხე უწოდა. მასთან გაკეთდა, ასე ვთქვათ, არჩევანი მორჩილებასა და ურჩობას შორის. ახლა შეიტყვეთ, რად ამბობს წმიდა წერილი. აეხილა თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. შეიტყვეთ, რატომ ქვია ხეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე. დაფიქრდით, რა სირცხვილი დაეუფლა მათ, როდესაც ნაყოფი იგემეს და ამით უფლის მცნებას გადავიდნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. დააკვირდი რაოდენი დიდებიდან როგორ დამცირებაში ჩაცვივდნენ. ისინი, ვინც აქამდე მიწიერი ანგელოზებივით ცხოვრობდნენ, ახლა ფოთლების სამოსით ცდილობენ სიშიშვლის დაფარვას. ასეთია ეს ბოროტება ცოდვა. იგი არა მხოლოდ უმაღლეს წყალობას გვაკარგვინებს, არამედ უდიდეს სირცხვილსა და დამცირებაში გვაგდებს, გვტაცებს იმ სიმდიდრესაც, რაც ჩვენი იყო, გვართმევს ღვთის წინაშე ყველანაირ კადნიერებას. რა კი ახლა ადამიანის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამის და ურჩობის გზით ჩადენილ ცოდვას განვიხილავთ იმისათვის, რომ მთელი ჩვენი ნაუბარი მწუხარების მომგვრელი არ იყოს, თუ კი გნებავთ. გადავიტანოთ სიტყვა სხვა ხეზე, ჯვრის ძელზე და ვნახოთ, რა უბედურებების მიზეზი გახდა ერთი და რა სიკეთე მოიტანა მეორემ. თუმცა, უბედურება წარმოდგებოდა არა თავისთავად ხისგან, არამედ თვითნებობის და მცნების აბუჩად აგდების შედეგი იყო. იმ ხემ მოიტანა სიკვდილი, რადგანაც სიკვდილი ურჩობას მოჰყვა. ამან უკვდავება მოგვანიჭა. იმან სამოთხიდან განგვდევნა. ამ ხემ ზეცა დაგვამაღლა. იმან ერთი დანაშაულის გამო ასე მკაცრად დასაჯა ადამი. ამან ურიცხვით ცოდვის სიმძიმეს დაგხსნა და ჩვენი უფლის წინაშე კადნიერება მოგვანიჭა. ხედავთ განა განსხვავებას ხესა და ხეს შორის? ხედავთ ეშმაკის ბოროტებას, ადამიანის უდიერობას და უფლის კაცმოყვარებას? მაშ გთხოვთ საყვარელნო, აღვიჭურვოთ ამ ცხონყოფელი ხით, მისი ძალით მოვაკვდინოთ სულის დამღუპველი ვნებები, როგორც მოციქულ პავლესაც უთქვამს. ხოლო ქრისტესთან მათ ხორცნი თვისნი ჯუარს აცუნეს ვნებით უხთ და გულის თქუმით. ეს კი ნიშნავს, მათ ვინც ერთიანად მიეცნენ ქრისტეს, მოაკვდინეს ყველა ბილწი გულის თქმა, რაც კი სხეულში აღიძროდა ყველა სულიერი ძალის საზიანოდ. ვბაძოთ მათ, უმოქმედო გავხადოთ ჩვენი სხეულის ნაწილები, თუ ისინი ჩვენში ეშმაკის მეუფების დამყარებას ემსახურებიან, რათა ჩვენ ამ ცხოვრებაშიც მშვიდად გადავლახოთ ეს მღელვარე და სახიფათო ზღვა და ღვთის კაცმოყვარების წყნარ ნავსაყუდელში შესულებმა, მივიღოთ მისი მოყვარულებისთვის დაპირებული ძღვენი
მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მამისა და სულისა წმიდისა თან არის დიდება, უფლება და პატივი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.